შიგაწვის ძრავას ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი პროპორციის სამუშაო ნარევის მომზადება. აღნიშნული სამუშაო ნარევი თავისუფლად წარმოადგენს ჰაერისა და საწვავის კომბინაციას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება შიგაწვის ძრავას საწვავის მიწოდების სისტემა, რომელიც საწვავის ავზით იწყება. საწვავის ავზში განთავსებულია შესაბამისი კორპუსში მოთავსებული საწვავის ტუმბო, რომელიც ელექტროკომპონენტს წარმოადგენს და საწვავის ავზში არსებული საწვავის დონის გამსაზღვრელი სენსორი. აღნიშნული ტუმბოს დახმარებით საწვავი ფილტრის გავლით გადაიქაჩება საწვავის წნევის აკუმულატორში, რომელიც როგორც განაწილებული, ასევე პირდაპირ შეფრქვევის სისტემის დროს გამოიყენება. აღნიშნული აკუმულატორიდან განაწილებული შეფრქვევის შემთხვევაში უშუალოდ ხდება ძრავას ცილინდრების შემშვებ კოლექტორში საწვავის შეფრქვევა, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ. აღნიშნული პროცესი მეორდება პირდაპირ შეფრქვევის ძრავებისთვის, განსხვავება არის მხოლოდ მაღალი წნევის კონტური. მაღალი წნევის კონტური სწორედ იქმნება მაღალი წნევის ტუმბოს დახმარებით, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ და მაღალი წნევის აკუმულატორი, რომელიც აღჭურვილია საწვავის წნევის სენსორითა და წნევის რეგულატორით. განაწილებული შეფრქვევისგან განსხვავებით პირდაპირ შეფრქვევის შემთხვევაში ძრავას უშუალოდ ცილინდრში ხდება საწვავის შეფრქვევა, განსხვავებულია ფრქვევანას ფორმაც და ამას ჩვენ უკვე ეკრანზე თვალნათვლივ ხედავთ. ამით მიიღწევა გაზრდილი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი. კვების სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელექტრონული მართვის შემდეგი კომპონენტები: აქსელერატორის სენსორი, საწვავის ავზის ვენტილაციის სარქველი, ჰაერის ხარჯმზომის სენსორი, აბსოლუტური წნევის სენსორი შემშვებ კოლექტორში, მუხლარის ფრონტარიცხვის სენსორი, ძრავას ტემპერატურის სენსორი და ძრავას დეტონაციის სენსორი.